თავი 10, მუხლი 1, 3. 1 და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმა სხვანი 330 და წარავლინა იგინი 2 წინაშე მისცა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისვლად. 2 და ეტყოდა მათ, სამკალი ფრიადარს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკვე უფალსა სამკალისასა, რათა მოავლინეს მუშაკნი სამკალსაცსა. 3 წარვედით. აჰა, ესე რა მიგავლინებ თქვენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა. გამოსვლათა წიგნში წერია, მივიდნენ ელიმში. იქ იყო 12 წყაროს თვალი და 70 ფინიკის ხე, გამოსვლა 15, 27. რაც მოხდა მაშინ ისტორიულად და ხატოვნად ის აღსრულდა ახლა სინამდვილეში. ელიმი ნიშნავს აღსვლას. ამით აღინიშნება არაფერი სხვა თუ არა ის, რომ ჩვენ ვაღწევთ რა უსრულყოფილეს გაგებასა და სულიერ ასაკს და არ ვჩერდებით, როგორც ებრაელების სჯულზე, არამედ ვერთვით ქრისტიანობას, ვიპოვით 12 წყაროს თვალს, ან 12 უპირატეს მოციქულს, რომელნიც არსებითად არიან წყარონი ყოველგვარი უტკბილესი მოძღვრებისა. ვპოვებთ ასევე 70 ფინიკის ხეს, ანუ 70 მოციქულს. ისინი არ იწოდებიან წყაროსთვლებად, არამედ ფინიკებად, როგორც ისინი, ვისაც ზრდიან და წინა უძღვიან უპირატესი მოციქულნი, ვინაიდან მართალია, ეს 70 მოციქულიც ქრისტემ ამოირჩია, მაგრამ ისინი 12-ზე დაბლა იდგნენ და შემდგომში მათი მოწაფეები და თანამგზავრები იყვნენ. ამრიგად ეს ფინიკები იზრდებოდნენ წყაროთაგან, ანუ მოციქულთაგან და ჩვენ მოგვანიჭეს ნაყოფი ტკბილი და ამასთანავე, ზომიერად მჟავე. წმინდანთა სწავლება მართლაც ასეთია, იგი არც მთლად ატკბობს და უალერსებს და არც მთლად ზღუდავს და სძლევს, არამედ აერთებს ერთ თვისებასაც და მეორესაც და ჭეშმარიტად, შეზავებულია მარილით და შეერთებული მადლთან, როგორც მოციქული პავლეც ხმობს. სიტყვა თქვენი მარადის მადლითა ვითარცა მარილითა შეზავებულიყავ კოლასელთა მიმართ 4:6. უფალი ირჩევს 70 მოწაფეს სწავლების საჭიროების მქონეთა სიმრავლის გამო, ვინაიდან როგორც კარგი მოსავლის მქონე მინდვრები ითხოვენ მრავალ მომკალს, ასევე მორწმუნეთათვის, რამდენადაც ისინი აურაცხელი სიმრავლისანი იყვნენ, გაჩნდა საჭიროება მრავალი მასწავლებლისა. უფალი აგზავნის მათ ორ-ორს, რათა უფრო უსაფრთხოდ იყვნენ და ერთმანეთს ხელი შეუწყონ. ისინი წინა უძღოდნენ მას, ანუ იოანეს მსგავსად ასწავლიდნენ, განმზადენით გზანი უფლისანი, მათე 3:3. დააკვირდი როგორ ამბობს მანამდე, ევედრენით უკვე უფალსა სამკალისასა, რათა მოავლინეს მუშაკნი სამკალსათვისსა, ხოლო შემდეგ თვითონ თავისი ხელმწიფებით აგზავნის მათ. ვინაიდან ის, როგორც ჭეშმარიტი ღმერთი არის ჭეშმარიტად უფალი სამკალისა, ანუ მორწმუნეთა. წინასწარ ეუბნება მათ დევნისა და იმის შესახებ, რომ ისინი იქნებიან როგორც კრავნი მგელთა შორის, რათა მოულოდნელად დაესხმიან რა მათ თავს მოულოდნელობის წყალობით, არ შეაცბუნონ ისინი. თავი 10, მუხლი 4, 9. 4. ნუცა არ გაქուն ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერთა და ნუცა ვის გზასაზე და მოიკითხავთ. 5. და რომელსაც სახლსა შეხვდეთ, პირველად თქვთ, ვშდობა სახლსა ამას. 6. და უკვე თუ იყოს მუნძ მშვიდობისა, განისვენოს მისზე და მშვდობამან თქვენმან, უკვე თუ არა თქვენ დავემოიქცეს. 7. მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სვემდით მათთანა, რამე თუ ღირს არს მუშაკი სასკედლისად სისა, ნუ მიხვალთ სახლით ისახლად. 8. და რომელსა ქალაქსა შეხვდეთ და შეგიწყნარნენ თქვენ, ჭამდით წინათ დაგებულსა თქვენსა 9. და განჰყურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ, მოახლებულ არს თქვენზე და სასუფეველი ღმრთისა. ვინაიდან უფალს განზრახული აქვს მოწაფეთა გაგზავნა სახარების საქადაგებლად, ამიტომ ეუბნება მათ, ნუ წაიღებთ, ნურც ფუთას, ნურც ამას და ნურც იმას, ვინაიდან თქვენთვის საკმარისია იზრუნოთ სიტყვაზე. ხოლო თუ თქვენ ფუთის ტარებას დაიწყებთ, ნათელია რომ მისით იქნებით დაკავებულნი, ხოლო სიტყვას დაუდევრად მოეპყრობით. სხვაგავრად, რამდენადაც თქვენ გამოგკვებავენ ისინი, ვისაც ასწავლით, მაშინ რაღაც საჭიროება გაქვთ ფუთის. ანდა თანხის, ანდა ფეხსაცმლისა. ვინაიდან თქვენს მიერ დამოძღვრილნი დააკმაყოფილებენ თქვენს ყოველგვარ საჭიროებას. და ნუცა ვის გზასაზე და მოიკითხავთ. ასე ამცნებს მათ იმის გამო, რომ ისინი არ იყვნენ დაკავებულნი ადამიანთა მოკითხვითა და მოფერებით და ამით დაბრკოლება არ შეუქმნან ქადაგების საქმეს. ვინაიდან სავარაუდოა, რომ მიკითხვის მიმღებელი თავადაც მოიკითხავდა და შესაძლოა, ხანგრძლივი საუბარიც გაება როგორც ჩვეულებრივი ქცევიან მგზავრები, ხოლო შემდეგ როგორც უკვე დამეგობრებული,
კიდევ რამეზე ჩამოაგდებდა სიტყვას და ამრიგად მოციქული დაეცემოდა ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობამდე, ხოლო სიტყვას დაუდევრად მოექცეოდა. სწორედ ამ მიზეზით უკრძალავს მოციქული მოწაფეებს ვინმეს მოკითხვას გზაზე, რომელსაც სახლსა შეხვიდეთო, ამბობს, პირველად თქვით, მშვიდობა სახლსა ამას, ანუ მიესალმეთ სახლში მყოფთ, შემდეგ უჩვენებს რა, რომ ეს უბრალო მისალმება კი არ არის, არამედ ამასთანავე კურთხევაც, ამბობს, თუ კი სახლის პატრონი ღირსი იქნება, იგი კურთხეული იქნება, ხოლო თუ კი ის შეურაცხმყოფელია და არ შეუძლია მშვიდობის მიღება, თუ კი ის მტერია და მოწინააღმდეგეა თქვენი სიტყვისა და სწავლებისა, კურთხევა არ მივა მასთან, არამედ თქვენ დაგიბრუნდებათ. ამ ცნებს არ გადავიდნენ სახლიდან სახლში, რათა მოციქულები არ გამოჩნდნენ გემოთ მოყვარენი, არ მისცენ მრავალ საბაბით სტუნებისა და არ შეურაცხყონ ისინი, ვინც ისინი თავიდან მიიღო. ჭამდით, ამბობს და სუემდით მათ თანა, ანუ რასაც შემოგთავაზებენ და თუნდაც ეს მცირედი და მწირი იყოს, მეც ნუ მოითხოვთ. საჭმელი მიიღეთ ჯილდოს ნაცვლად, ანუ ნუ ეძიებთ იმას, რომ მიიღოთ საჭმელი და საფასური განსაკუთრებული, არამედ თავად საჭმელი მიიღეთო ჯილდოს ნაცვლად. შეხედე, როგორ განამტკიცებს თავის მოწაფეებს სიღარიბის წინააღმდეგ. ამ ცნებს სნეულთა განკურნებას, რომელნიც ქალაქებში იმყოფიან, რათა მოციქულებმა თავიანთი სასწაულთმოქმედებით შეძლონ ადამიანთა მიზიდვა ქადაგების მოსასმენად. ვინაიდან ნახე რას ამბობს და ეტყოდეთ მათ, მოახლოებულ არს თქვენზე და სასუფეველი ღმრთისა. ვინაიდან თუ კი ჯერ თქვენ განკურნავთ, ხოლო შემდეგ სწავლებას დაიწყებთ, თქვენი ქადაგება წარმატებული იქნება და ადამიანები ირწმუნებენ, რომ მათ მიმართ ღმრთის სასუფეველი მოიწია. ვინაიდან ისინი არ განიკურნებობდნენ, ეს რომ რაიმე ღმრთაებრივ ძალას არ ჩაედინა. და სნეულებსაც მიახლა ღმრთის სასუფეველი, როდესაც ისინი სულიერად განიკურნენ. ვინაიდან იგი შორსაა სნეულისგან, რომელზეც ჯერ კიდევ ბატონობს ცოდვა. თავი 10, მუხლი 10, 12, 10 და რომელსა ქალაქსა შეხვდეთ და არა შეგიწყნარნენ თქვენ, გამორახდოდით უბანთა მისთა, არ ქუთ მათ, 11. აჰა ესე რამტვერი რომელ აღეკრაფერთა ჩვენთა ქალაქისაგან თქვენისა, განვიყრით თქვენზე და გარნა ესემცა უწყით, რამე თუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისა. 12. გეტყვ თქვენ, სოდომელთა უმოლხინეს იყოს მას დღესაშინა, ვიდრე ქალაქისა მის. თუკიო ამბობს რომლიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ ქუჩაში გამოსვლისას თქვით, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო თქვენთან, ჩვენ არაფერი მოგვაქვს თქვენი ქალაქიდან, მტვერსაც კი რომელიც მოგვეკრა, ჩამოვიშორებთ, ანუ ჩამოვიბერტყავთ, გავიწმენთ და თქვენზე განვიყრით, თუმცა იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ სასუფეველი ღმრთისა. აქ ვინმე იკითხავს, როგორ ამბობს უფალი, რომ ღმერთის სასუფეველი მიუახლოვდა მათაც, ვინც იღებენ მოციქულებს და მათაც, ვინც მათ არ იღებენ. უნდა ითქვას, რომ ისინი ოდნავადაც არ ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს. ვინაიდან მათ, ვინც იღებენ მოციქულებს, სასუფეველი უახლოვდება წყალობით, ხოლო მათ, ვინც არ იღებენ, განკითხვით. რადგან გთხოვ, წარმოიდგინე, რომ რაიმე სანახაობაზე იმყოფებიან მრავალნი, ერთი მხრივ ბრალდებულნი, მეორე მხრივ კი არა, მაგალითად სენატორები, მხედართმთავრები და დიდებულნი, შემდეგ რომელიმე მაცნე, ყველას ერთად ბრალდებულებსაც და საპატიოთაც. ამ ცნობს, მეფე მოგიახლოვდათ თქვენ. განა იმას არ ამბობს იგი, რომ ერთ მხარეს მეფე იმათგან დასასჯელად მიუახლოვდა, ხოლო მეორეს, რათა პატივი და წყალობა მიანჯოს. ასევე გაიგე აქაც. უფრო მოლხენით იქნებაო, ამბობს სოდომი, ვიდრე ქალაქი, რომელმაც არ მიგიღოთ თქვენ. რატომ? იმიტომ, რომ სოდომში მოციქულები არ იყვნენ გაგზავნილნი და ამიტომ ისინი, ვინც არ მიიღო მოციქულები, სოდომელებზე უარესნი არიან და აკვირდი იმასაც, რომ ქალაქს, რომელიც არ იღებს მოციქულებს, ფართო ქუჩები აქვს, ხოლო ფართო გზას დაღუპვისკენ მივყავართ. ამრიგად ის, ვინც იმ ფართო გზებით დადის დაღუპვისკენ რომ მივყავართ, იგი არ იღებს მოციქულთა და ღმრთაებრივ მოძღვრებას. თავი 10, მუხლი 13, 16. 13. ვაშენდა ქორაზინ და ვაშენდა ბეთსაიდა რამე თუ ტროს და სიდონს, თუმცა იქმნეს ძალნი, რომელი იქმნეს თქვენ შორის, პირველემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. 14. ხოლო ტროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს სასჯელს ამას, ვიდრე თქვენ. 15. და შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე ახმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთახდე. 16. რომელმან თქვენი ისმინოს, ჩემი ისმინა, და რომელმან თქვენ შეურაცხმყვნეს, მე შეურაცხმყოფს, და რომელმან მე შეურაცხმყოს, შეურაცხმყოფს მომავლინებელსა ჩემსა. ტვიროსი და სიდონი წარმართული ქალაქები იყო, ხოლო ბეთსაიდა და ქორაზინი, იუდეური.
ამრიგად იგი ამბობს, რომ სამსჯავროზე წარმართები უფრო molხენილად იქნებიან, ვიდრე თქვენ სასწაულთა მხილველნი და არამრწმენი, ვინაიდან მათ რომ ეხილათ ირწმუნებდნენ და შენც კაპერნაუმ, ცამდე ამაღლებულო, როგორც მრავალი სასწაულით სახელგანთქმული, შენში რომ აღესრულა, ჯოჯოხეთამდე შთახტები, შენ განისჯები იმის გამო, რომ ამდენი სასწაულის შემდეგაც არ ირწმუნე. შემდეგ საქადაგებლად გაგზავნილებმა რომ არ თქვან რაღაცომ გვაგვაზვნი, თუკი ზოგიერთი ქალაქი არ მიგვიღებს ჩვენ, ამბობს, ნუ დამწუხრდებით, თქვენი უარმყოფელი უარმყოფს მე და ჩემს მამას, ამიტომ შეურაცხყოფა არ წყდება თქვენზე, არამედ ღმერთამდე ადის. ამრიგად და ნუ გეში იყოს თქვენთვის ის, რომ შეუარწყყოფას აყენებენ, არა თქვენ, არამედ ღმერთს. ზუსტად ასევე მეორე მხრივ, ნუ იტრაბახებთ და თავს ნუ აღიმაღლებთ იმითი, რომ ზოგიერთნი მოგისმენენ თქვენ, ვინაიდან ეს თქვენი კი არა, ჩემი მადლის მოქმედების შედეგია. თავი 10, მუხლი 17, 20, 17 და მოიქცეს 330 იგი სიხარულითა და იტყოდეს, უფალო, ეშმაკნიცა და გვემორჩილებიან სახელითა შენითა. 18 რქუა მათ იესო, ხედევდე ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოურდომილსა. 19 აჰა მიგცემ თქვენ ელმწიფებასა და ათრკუნვად გველთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა და თქვენ არ გევნოს. 20 ხოლო ამას ზედა ნუ გიხარინ, რამე თუ სულნი უკეთულნი და გემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამე თუ სახელები თქვენი დაიწერა ცათაშინა. ადრე თქვა მახარებელმა, რომ უფალმა 70 მოწაფე გაგზავნა, ახლა კი ამბობს, რომ ისინი დაბრუნდნენ გახარებულნი იმითი, რომ ისინი არა მხოლოდ სხვა სნეულებათაგან კურნავდნენ, არამედ ათავისუფლებდნენ აგრეთვე უდიდესი ბოროტებისაგან, დემონებისაგან. შეხედე, რა შორს არიან ქედმაღლობისგან, ვინაიდან ისინი ეუბნებიან უფალს, ეშმაკები გვემორჩილებიან სახელითა შენითა, შენი მადლით და არა ჩვენი ძალით. უფალი კი ეუბნება მათ, ნუ გიკვირთ ის, რომ ეშმაკები გემორჩილებიან, ვინაიდან მათი მთავარი დიდი ხანია გადმოგდებულია და არანაირი ძალა არ გააჩნია. მართალია, ადამიანთათვის ეს არ იყო ხილული, მაგრამ ჩემთვის, მჭვრეტელისა უხილავისაც ეს თვალსაჩინო იყო, ელვასავით გადმოვარდა სატანა ზეციდან, ვინაიდან ის ნათელი იყო, მთავარ ანგელოზი და შუქი დღისა, თუმცა ახლა ბნელი გახდა. თუკი იგი გადმოვარდა ზეციდან, მისი მონები გულისხმობ ეშმაკებს, რას აღარ დაითმენენ. ზოგიერთნი სიტყვას, ზეცით გიგებენ ასე, დიდებისაგან. რამდენადაც 70-მა უთხრა უფალს, რომ მათ ეშმაკნიც ემორჩილებიან, ამიტომ ის ამბობს, ეს მეც ვიცოდი, ვინაიდან ნახე, როგორ გადმოვარდა სატანა ზეციდან, ანუ მოაკლდა დიდებას, რომელიც მას ჰქონდა და პატივსაც. ქრისტეს მოსვლამდე მას პატივს მიაგებდნენ როგორც ღმერთს, ახლა კი იგი გადმოვარდა ზეციდან, ანუ შეწყვიტეს მისთვის ღმრთის შესაფერი პატივის მიგება და ფიქრი იმისა, რომ იგი ზეცაში ცხოვრობს. აჰა მოგცემ თქვენ ხელმწიფებას მისი ძალების დათრკუნვისა. ვიანიდან გველები და მორიელები არსებითად ეშმაკთა პოლკები არიან, ქვემძრომნი ქვევით და მათგან ისინი, ვინც უფრო ხილული სახით გესლავენ, არსებითად გველები არიან, ხოლო ისინი, ვინც უფრო ფარული სახით აყენებენ ზიანს, არსებითად მორიელები. მაგალითად ეშმაკი მრუშობისა და მკვლელობისა არის გველი, ვინაიდან იგი ხილული ბოროტებისთვის აღგვძრავს, ხოლო ის ეშმაკი, რომელიც სნეულების საბაბით, მაგალითად უბიძგებს ადამიანს აბანოებით, კეთილსურნელოვანი ნელსაცხებლებით და სხვა განცხრომით ისარგებლოს, შეიძლება მორიელად იწოდოს, ვინაიდან მას ფარული გესლი აქვს და ცდილობს ფარულად დაგესლოს სხეული, რათა დაემორჩილება რამას, უფრო დიდი დანაშაული ჩაადენინოს. მაგრამ მადლობა უფალს, რომელმაც მოგცა ხელმწიფება მათი დათრკუნვისა. თუმცა ასწავლის რა მოწაფეებს არ იყვნენ ქედმაღალნი, უფალი ამბობს, ის ნუ კი ნუ გახარებთ, რომ უკეთურისულები გემორჩილებიან, ვინაიდან ამის განწყალობას სხვები იღებენ. კერძოდ კურნების მიმღებნი, არამედ უფრო მეტად ის უნდა გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში. არა მელნით, არამედ ღმრთაებრივი მეხსიერებით და მადლით. ეშმაკი ვარდება ციდან, ადამიანები კი მიწაზე მცხოვრებნი, ცაში ეწერებიან. ამრიგად ჭეშმარიტი სიხარული იმაშია, რომ თქვენი სახელები ცაში დაიწერა და არ არის დავიწყებული ღმრთისაგან. თავი 10, მუხლი 21. 21 მას შამსაშინა იხარებდა იესუსულითა და თქვა, აღგიარებ შენ მამაო, უფალოცისა და ქვეყანისო, რამე თუ დახფარე ესებრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესეჩლთა. ჰე მამაო, რამე თუ ესრეთ სათნო იყო შენ წინაშე. როგორც კეთილ მამას ხედავს რა შვილებს წარმატებულს რაიმეში, რაც ქების ღირსია, უხარია, ასევე მაცხოვარმა განიხარა იმით, რომ მოციქულები ასეთი მადლის ღირსნი შეიქმნენ.
ამიტომ იგი მადლობს ღმერთს, რომ ასეთი საიდუმლონი დაფარულია ბრძენთაგან, ანუ ფარისეველთა და მწიგნობართაგან, რომელნიც სჯულს განმარტავდნენ და მეცნიერთაგან, ანუ მოწაფეთაგან ამავე მწიგნობრებისა. ვინაიდან ვინც ასწავლის, ის ბრძენია, ხოლო ვინც სწავლობს და ესმის, გაკვეთილები, მეცნიერი, ანუ შემეცნებელი. ასე მაგალითად გამალიელი ბრძენია, პავლე კი მეცნიერი. ვინაიდან პირველი მასწავლებელია, ხოლო მეორე შეიმეცნებს იმას, რასაც პირველი ასწავლის. უფალი თავის მოწაფეებს ჩვილებს უწოდებს. იმიტომ რომ ისინი არ იყვნენ დახელოვნებულთაგან სჯულში, არამედ დიდწილად ხალხის უბრალო კლასიდან და მეთევზეთაგან იქნენ არჩეულნი. თუმცა ისინი შესაძლოა ჩვილებად მათი უბოროტობის გამოც წოდებულიყვნენ. ისინი კი ფარისეველნი და მწიგნობარნი არ იყვნენ ნამდვილი ბრძენი და მეცნიერნი, არამედ მხოლოდ ჩანდნენ ასეთებად. ამრიგად ეს საიდუმლოებანი დაფარულია ბრძენთაგან და მეცნიერთაგან, რომლებიც მხოლოდ ჩანდნენ ასეთებად, სინამდვილეში კი არ იყვნენ. ვინაიდან ასეთნი რომ ყოფილიყვნენ, საიდუმლოებანი განეცხადებოდათ მათ. ჰე მამაო, გმადლობ შენ რამე თუ ესრეთ სათნო იყო შენს წინაშე, ანუ ასე იყო სათნო შენთვის და ასეთი იყო შენი სურვილი და ნება. თავი 10, მუხლი 22, 24. 22 და მიექცა მოწაფეთა და ხრქუა, ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ და არავინ იცის, ვინ არს მამა, გარნა ძემან, და არცა ვინ იცის, ვინ არს ძე, გარნა მამამან, და ვისა უნდეს ძესა გამოცხადების გამოუცხადოს. 23 და მიექცა მოწაფეთა მისთაცსაგან და ხრქუა, ნეტარ არიან თვალნი, რომელნი ხედვენ, რომელსაც თქვენ ხედავთ, და ყურნი, რომელთა ესმის, რომელი თქვენ გესმის. 24 ხოლო გეტყვით თქვენ, რამე თუ მრავალთა წინაწარმეტყველთა და მეფეთა უნდა ხილვა, რომელსაც თქვენ ხედავთ და ვერ იხილეს, და სმენათ, რომელი თქვენ გესმის და ვერ ესმა. მამა ყოველივეს აძლევს ძეს, რადგან ყოველივე ძეს უნდა დაუმორჩილოს. უფალი მეუფებს ყოვლივეზე ორი სახით, ჯერ ერთი მათზე, რომელთაც არ სურთ მისი მეუფება, ხოლო მეორეც მათზე, რომელთაც სურთ. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ იგი ჩემი შემოქმედია და ისევ უფალი ჩემი მეუფეა, როდესაც მე, როგორც კეთილგონიერი მონა, ვასრულებ მის ნებას მცნებათა დაცვით. ადამიანური ბუნება მანამდეც მონობაში და ღმრთის ხელში იმყოფებოდა. მაგრამ როდესაც უფალმა ჩვენს ნაცვლად მოიგო ბრძოლა და განგვათავისუფლა რა ეშმაკის მეუფებისაგან, თავის მსახურებად გვაქცია და მცნებათა აღმასრულებლად, იმ დროიდან ჩვენ კეთილგონიერ მონებად ვიქეცით ბუნებითაც და საკუთარი ნებითაც, ვინაიდან პირველი მონობა მხოლოდ ბუნებითი იყო, ხოლო მეორე, ამას გარდა ნებაყოფლობითაც. ამრიგად უფალი ახლა ამბობს, ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ. ანუ ყოველივე მე დამემორჩილება და ჩემი მეუფეების ქვეშ მოექცევა. ეს მეორე გამონათქვამის მსგავსია, მომეცა მე ყოველი ხელმწიფება ცათაშინა და ქვეყანასა ზედა მათე 28:18. ასე კი იმიტომ ამბობს, რომ შეარიგა ყოველივე კოლასელთა მიმართ 1:20, რაც ცაშია და რაც მიწაზე. და სხვაგვარად, მამა ყოველივეს ძეს აბარებს, ყველა საქმეს ჩვენი ცხოვრებისათვის საჭირო სახლმშენებლობისა. ამიტომაც ჩვენს გარშემო არ განკაცდა არც მამა, არც სულიწმიდა, ან ევნო, ან აღდგა, არამედ ყოველივე ეს ძემ მოიმოქმედა და იგი გახდა ჩვენი ცხოვრების წინაძღვარი, ამიტომაც ამბობს ის, რომ ყოველივე მას მიეცა. იგი თითქოს და ასე ამბობს, მამამ ყოველივე მე ჩამაბარა, ხორცშესხმაც, ვნებაც, აღდგომაც და ცემული ბუნების ხსნაც. და არავინ იცის, ვინ არს მამა, გარნა ძემან, და არავინ იცის, ვინ არს ძე, გარნა მამამან. რამდენადაც თქვა, რომ ყოველივე მე მომეცაო, ახლა თითქოს დახსნი და ერთგვარ გაუგებრობას. ვინმეს რომ არ მოუვიდეს აზრად, რატომ მოგცა მან ყოველივე შენ და არა სხვას, თუნდაც ანგელოს, ან მთავარანგელოს. იგი ამბობს, მე მან იმიტომ მომცა, რომ მე და ის ერთი ბუნებისა და ერთი არსისანი ვართ და როგორც მას არ იცნობს არავინ, ისე მე, თავად მამის გარდა. ამიტომ მან სამართლიანად მომცა ყოველივე მე, ერთ არსს მასთან და ყოველგვარ შემეცნებაზე აღმატებულს, ისევე როგორც თავადაც ყოველგვარ შემეცნებაზე მაღლა დგას. ვინაიდანო ამბობს, მამა მხოლოდ ძემ იცის და მან, ვისთვისაც ძე მოინდომებს გამოცხადებას, ნახე, ძემ იცის მამა არა გამოცხადების მეშვეობით, თქმილებებმა კი გამოცხადების მეშვეობით, ვინაიდან ისინი მადლის მიერ შეიმეცნებენ, მაშასადამე, ძე არ არის ქმნილება. მიუბრუნდება რა მოწაფეებს, უფალი ანეტარებს მათ და საერთოდ ყველას, ვინც რწმენით უცქერის მას, ხორცშესხმულსა და სასწაულთა მოქმედს.
ვინაიდან ძველ წინსწარმეტყველებს და მეფეებს, თუმცა ძლიერ სურდათ ეხილათ განხორციელებული უფალი და მოესმინათ მისთვის, თუმცა ვერ გახდნენ ამის ღირსნი და სხვაგვარად, რამდენადაც მან ზემოთ თქვა, რომ მან იცის მამა, ვისაც ძე გამოუცხადებს, ახლა ანეტარებს მოწაფეებს, როგორც უკვე ამ გამოცხადების მიმღებთ. ვინაიდან საკუთარი თავით მან მამა გამოუცხადა, რამდენადაც მისი მხილველი ხედავდა მამას, იოანე 14:9. ამ წყალობისთვის კი არ მიუღწევია არავის იმ წმინდანთაგან, რომელნიც ცხოვრობდნენ განხორციელებელი წეღმრთის მოვლენასა და მოქმედებამდე. ვინაიდან ისინი ვერ ხედავდნენ ხორცშესხმულ უფალს, რომლის მეშვეობითაც მამა შეიმეცნება, მაშას ადამე, მათ არც მამა უხილავთ ისე, როგორც ეს მოციქულებმა იხილეს. თავი 10, მუხლი 25, 28. 25. და აჰა ესე რას ჯულის მეცნიერი ვინმე აღდგა და გამოსცდიდა იესოს და ეტყოდა, მოძღვარ, რა ვქმნე, რათა ცხოვრება საუკუნო დავიმკვდრო? 26. ხოლო თავად მან hrქვა მას, სჯულსა ვითარ წერილ არს. ვითარ აღმოიკითხავ? 27. ხოლო მან hrქვა, შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და მოყვასი შენი ვითარცა თავით სი. 28. hrქვა მას იესო, მართლ მომიგე, მაგას იქმოდე და სცხონდე. ეს სჯულის მეცნიერი იყო ტრაბახა ადამიანი და ძალიან ქედმაღალი, როგორც შემდგომ გამოჩნდა და ამასთანავე მზაკვარიც. ამიტომაც იგი მიდის უფალთან, ცდის რამას. ალბათ ის ფიქრობდა, რომ გამოიჭერდა უფალს მის პასუხებში. მაგრამ უფალი მიუთითებს სწორედ იმ სჯულზე, რომლითაც იგი ძლიერ ქედმაღლობდა. შეხედე, როგორი სიზუსტით ბრძანებს სჯული გვიყვარდეს უფალი. ადამიანი არის უსრულყოფილესი ქმნილება ყველა ქმნილებას შორის. მართალია, მას აქვს რაღაც საერთო ყველა მათგანთან, მაგრამ აქვს რაღაც უპირატესიც. მაგალითად, ადამიანს აქვს საერთო ქვასთან, ვინაიდან მას აქვს თმები, ფრჩხილები, რომლებიც ქვასავით უგრძნობელნი არიან. აქვს საერთო მცენარესთან, ვინაიდან ის იზრდება და იკვებება და შობს თავის მსგავს, ისევე როგორც მცენარე. აქვს საერთო პირუტყვთან, რადგან აქვს გრძნობები, მრისხანებს და ავხორცობს, მაგრამ რაც აღამაღლებს ადამიანს ყველა სხვა ცხოველზე, მას აქვს საერთო ღმერთთანაც, კერძოდ, გონიერი სული. ამიტომ სჯულმა სურდა რა ეჩვენებინა, რომ ადამიანმა მთლიანად ყველაფერში უნდა მიუძღვნას თავი ღმერთს და ყველა სულიერი ძალა დაუმორჩილოს ღმერთის სიყვარულს, სიტყვებით ყოვლითა გულითა მიუთითა უფრო უხეშ და მცენარეთათვის დამახასიათებელ ძალაზე. სიტყვებით ყოვლითა სულითა უფრო ფაქის ძალაზე და დამახასიათებელზე გრძნობათა მქონე არსებებისთვის, სიტყვებით ყოვლითა გონებითა, აღნიშნა ადამიანის განმასხვავებელი ძალა, გონიერი სული, სიტყვები ყოვლითა ძალითა, ჩვენ უნდა მივუყენოთ ყოველივე ამას. ვინაიდან ჩვენ უნდა დაუმორჩილოთ ქრისტეს სიყვარულს, მზრდელი ძალად სულისა, მაგრამ როგორ? ძლიერად და არასუსტად, და გრძნობადაც და ისიც ძლიერად, და ბოლოს გონიერიც და ისიც ასევე ყოვლითა ძალითა, ასე რომ ჩვენ მთლიანად უნდა მიუძღვნათ თავი ღმერთს და ღმრთის სიყვარულს დაუმორჩილოთ ჩვენი მზრდელი, გრძნობელი და გონიერი ძალები. და მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. სჯული მსმენელთა სიჩვილის გამო ჯერ კიდევ ვერ შემძლებელი უსრულყოფილესი მოძღვრების სწავლებისა, გვამცნებს გვიყვარდეს მოყვასი როგორც საკუთარი თავი. მაგრამ ქრისტემ გვასწავლა გვიყვარდეს მოყვასი უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი თავი. ვინაიდან იგი ამბობს, უფროსა ამისა სიყვარული არავის აქვს, რათა სულითვისი დადვას მეგობართა თვისთათვის იოანე 15:13. ამრიგად სჯულის მეცნიერს ეუბნება, მართლ მომიგე. ვინაიდან შენო ეუბნება ჯერ კიდევ სჯულს ექვემდებარები, სწორედ მიპასუხე, ვინაიდან სჯულის მიხედვით შენ სწორად მსჯელობ. თავი 10. მუხლი 29, 27. 29. ხოლო მას უნდა განმართლებად თავიცი და hrქვა იესოს, და ვინ არს მოყვას ჩემდა. 30. მიუგო იესო და hrქვა, კაცი ვინმე გარდამოვიდოდა იერუსალმით იერიქოთ და ავაზაკნი დაესხნას, განძარცვეს იგი, დაწყლეს და წარვიდეს და დაუტევეს მწყდარი. 31. ხოლო დამთხვევით მღვდელი ვინმე შთავიდოდა მასვე გზასა და იხილა იგი და თანაწარხდა. 32. და ეგრეთვე ლევიტელი მასვე ადგილსა მივიდა და იხილა იგი და თანაწარხდა. 33. მერმე სამარიტელი ვინმე წარვიდოდა, მოვიდა მასვე ადგილსა, იხილა იგი და შეეწყალა. 34. და მოვიდა მისა და შეუხაწყლული იგი და დაასხა ზეთი და ღნო და ახსვა იგი კარაულსაცსა და მოიყვანა იგი ყოველთასა მას სადგურსა და იღუაწა იგი.
35 და ხვალისაგან გამორავიდო და ორი დრახკანი მისცა ყოველთა სადგურისა მოუაწესა მას და ხრქუა, იღუაწე ეგე და სხვა თუ რამე წარაგო უმეტესი მორარვიდე მიგცე შენ. 36 ვინ უკვე ამათ სამთაგანი გგონიეს შენ მოყვას მისა, რომელი გიშევარ და ავაზაკთა მათ. 37 ხოლო მან ხრქუა, რომელმან ყოწყალობა მისთანა. ხრქუა მას იესო, ვიდოდე და ჰყოფთ შენცა ეგრევე. სჯულის მეცნიერმა, რომელმაც შექება მიიღო მაცხოვრისგან, ქედმაღლობა გამოიჩინა, მან თქვა, ვინ არის ჩემი მოყვასი? ის ფიქრობდა, რომ იგი მართალია და არავინ ყავს თავის მსგავსი და მახლობელი სათნოების მხრივ, ვინაიდან თვლიდა, რომ მართლისთვის მოყვასი მხოლოდ მართალივეა. ამრიგად სურს რა თავის გამართლება და ამაღლება მთელი ხალხის წინაშე, იგი სიამაყით ამბობს, ვინ არის ჩემი მოყვასი? მაგრამ მაცხოვარი რამდენადაც ის შემოქმედია და ყველაში ხედავს ერთქმნილებას, განსაზღვრავს მოყვას არა საქმეებით, არა ღირსებით, არამედ ბუნებით. ნუ იფიქრებო, ამბობს, რამდენადაც შენ მართალი ხარ, არ არის ვინმე შენი მსგავსი. ვინაიდან ყველანი აქვთ რა ერთი და იგივე ბუნება, არსებითად შენი მოყვასნი არიან. ამრიგად თავად იყავი მათი მოყვასი არა ადგილის, არამედ მათ დამიკეთილგანწყობისა და მზრუნველობის მიხედვით. იმიტომაც მომყავს შენთვის მაგალითად სამარიტელი, რათა გიჩვენო, რომ მართალია იგი განსხვავდება ცხოვრებით, თუმცაღა გახდა მოყვას იმისთვის, ვინც მოწყალებას საჭიროებს. ასევე შენც აჩვენე შენი თავი მოყვასად, თანაგრძნობის მეშვეობით და იჩქარე დასახმარებლად შენივე აღიარების მიხედვით. ამრიგად ამიგავით ვსწვალობთ ვიხოთ მზად მოწყალებისთვის და ვეცადოთ ვიხოთ მოყვასნი მათთვის, ვინც ჩვენს დახმარებას საჭიროებენ. შევიცნოთ ღმრთის მოწყალება ადამიანთან მიმართებაში. ადამიანური ბუნება მიდიოდა იერუსალიმიდან, ანუ უშფოთველი და მშვიდი ცხოვრებიდან, ვინაიდან იერუსალიმი ნიშნავს მშვიდობის ხილვას. სად მიდიოდა? იერიქონში, ცარიელში, დაბალსა და სიცხისგან დახუთულში, ანუ ვნებებით სავსე ცხოვრებაში. შეხედე, არ უთქვამს ჩამოვიდა, არამედ წარვიდოდა, ვინაიდან ადამიანური ბუნება ყოველთვის იხრებოდა მიწიერისაკენ, არა ერთჯერადად, არამედ მუდმივად გატაცებული ვნებიანი ცხოვრებით. და ავაზაკნი დაესხნეს, ანუ ეშმაკნი დაესხნენ თავს. ვინც არ ჩამოვა გონებრივი სიმაღლიდან, იგი არ ჩაუვარდება ეშმაკებს. მათ ამხილეს რა ადამიანი და გახადეს სათნოების სამოსელი, ცოდვის ჭრილობები მიაყენეს მას. ვინაიდან ისინი ჯერ გვაშიშვლებენ ყოველგვარი კეთილი ფიქრისგან და ღმრთის მფარველობისგან, ხოლო შემდეგ ცოდვებით გვაყენებენ ჭრილობებს. ადამიანური ბუნება მათ ცოცხალ მკვდარი დატოვეს, ან იმიტომ, რომ სული უკვდავია, ხოლო სხეული მოკვდავი და ამრიგად სიკვდილს ადამიანი ნახევრად ექვემდებარება, ან და იმიტომ, რომ ადამიანური ბუნება მთლიანად არ იქნა მოკვეთილი. არამედ იმედოვნებდა მიეღო ხსნა ქრისტეში და ამდენად არ იყო მთლიანად მკვდარი, მაგრამ როგორც ადამიანის დანაშაულის გამო სიკვდილი შემოვიდა სოფელში, ასევე განმართლებით ქრისტეში სიკვდილი დაიხსნა რომაელთა მიმართ 5, 16, 17. მღვდელისა და ლევიტელის ქვეშ იგულისხმენ, ასე ვთქვათ, სჯული და წინასწარმეტყველნი. ვინაიდან მათ სურდათ ადამიანის განმართლება, მაგრამ არ შეეძლოთ. ვერ შემძლებელ არს ამბობს მოციქული პავლე, სისხლივაცთა და კუროთა ახოცად ცოდვათა, ებრაელთა მიმართ 10:4. მათ შეეწყალათ ადამიანი და ფიქრობდნენ, როგორ უნდა განკურნოთ იგი, მაგრამ ჭრილობათა ძალით ძლეულნი, კვლავ უკან გაბრუნდნენ. ვინაიდან ამას ნიშნავს გვერდით ჩავლა. სჯული მოვიდა და გაჩერდა მწოლიარესთან, მაგრამ შემდეგ არ აღმოაჩნდა რა ძალა განკურნებისა დაიხია. სწორედ ამას ნიშნავს თანაც წარხდა. შეხედე, სიტყვას დამთხოვით აქვს გარკვეული აზრი. ვინაიდან სჯული მართლაც მოგვეცა არა რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გამო, არამედ ადამიანური უძლურების და გამო, გალატელთა მიმართ 3:19, რომელსაც არ შეეძლო ქრისტეს საიდუმლოებათა თავიდანვე მიღება, ამიტომაც ნათქვამია, მღვდელი ანუ სჯული, მოვიდა ადამიანის განსაკურნებლად არა სპეციალურად, არამედ დამთხოვით, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ შემთხვევითობას ვეძახით. მაგრამ უფალი და ღმერთი ჩვენი, რომელიც თვითონ დაიწყებლა ჩვენთვის გალატელთა მიმართ 3:13 და სამარიტელად იწოდა იოანე 8:48 მოვიდა ჩვენთან, გაიარა რა გზა, ანუ საბაბად და მიზნად ამ გზისა აქცია სწორედ ის, რომ განვეკურნეთ ჩვენ და არა მხოლოდ ჩაევლო. მოვიდა ჩვენთან არა შემთხვევით, სხვათა შორის, არამედ ცხოვრობდა ჩვენთან ერთად და გვესაუბრებოდა არა მოჩვენებითად. მეხსეულად შეგვიხვია წყლულები, არ დაუშვა რა გაძლიერებულიყო სნეულება, არამედ შეკრა იგი.
დაასხა ზეთი და ღვინო. ზეთი არის სიტყვა სწავლებისა განმზადებული სათნოებისთვის სიკეთეთა აღთქმით, ღვინო კი სიტყვა სწავლებისა მომყვანებელი სათნოების მიმართ შიშით. ამრიგად, როდესაც გესმის უფლის სიტყვები, მოვედით ჩემ და ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმწიმენი და მე განგისვენო თქვენ მათე 11:28 ეს ზეთია, ვინაიდან წყალობისა და ნუგეშის მაჩვენებელია. ასეთივეა სიტყვები, მოვედით და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი მათე 25:34, მაგრამ როდესაც უფალი ამბობს, წარვედით ცეცხლსა მას საუკუნესაო მათე 25:41 ეს ღვინოა მკაცრი სწავლება. შეგიძლია სხვაგვარადაც გაიგოს, ზეთი აღნიშნავს ცხოვრებას ადამიანურობის მიხედვით, ხოლო ღვინო ღმრთაებრიობის. ვინაიდან უფალი ზოგიერთ რამეს სჩადიოდა როგორც ადამიანი, ზოგიერთს კი როგორც ღმერთი. მაგალითად ჭამა, სმა, ისეთი ცხოვრების გატაცება, რომელიც არ არის დაცლილი სიამეთაგან და ყველაფერში სიმკაცრეს არ აღმოაჩენს, როგორც იოანე, ეს ზეთია, ხოლო სასწაულებრივი მარხვა ზღვაზე სიარული და ღმრთაებრივი ძალის სხვა გამოვლინებანი, ეს ღვინოა. ღვინოს შეიძლება შევადაროთ ღმრთაებრიობა იმ მიმართებაშიც, რომ ღმრთაებრიოს საკუთარ თავში, შეერთების გარეშე, ვერავინ დაითმენდა, რომ არ ყოფილიყო ეს ზეთიც, ანუ ცხოვრება კაცობრივის მიხედვით. რამდენადაც უფალმა გამოგვიხსნა ჩვენ ერთის მეშვეობითაც და მეორისაც, ანუ ღმრთაებრივისაც და ადამიანურისაც, ამიტომაც არის ნათქვამი, რომ მან დაასხა ზეთი და ღვინო. და ყოველდღიურად ისინი, ვინც ინათლებიან, სულიერ წყვილებათაგან იმკურნებიან, იცხებენ რა მირონს, მაშინვე უერთდებიან ეკლესიას და ღმრთის სისხლს ეზიარებიან. უფალმა დასვა ჩვენი დაჭრილი ბუნება მისი უღლის ქვეშ მყოფზე. ანუ თავის სხეულზე. ვინაიდან ჩვენ თავის ნაწილებად გვაქცია და თანაზიარად მისი სხეულისა, ჩვენ ქვემდებარენი იმის ღირსნი გაგვხადა, რომ ერთი სხეული ვართ მასთან. სასტუმრო ეკლესია, რომელიც ყველას იღებს. სჯული ყველას არ იღებდა. ვინაიდან ნათქვამია, ვერ შევლენ ყამონელები და მოაბელები უფლის საკრებულოში, მეორე რჯული 23:3. არამედ ყოველთა შორის თესლთა, რომელსაც ეშინის მისა და იქმს სიმართლესას, სათნო მისა არს, საქმე მოციქულთა 10:35, თუ კი სურს ირწმუნოს და გახდეს ეკლესიის ნაწილი, რამდენადაც იგი ყველას იღებს, ცოდვილთაც და მეზვერეთაც, დააკვირდი, როგორი სიზუსტითაა ნათქვამი, რომ მიიყვანა იგი სასტუმროში და იზრუნა მასზე. მანამ სანამ მოიყვანდა მასში, მან მხოლოდ შეუხვია წყლულები. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ როდესაც შედგა ეკლესია და გაიღო სასტუმრო, ანუ როდესაც თითქმის ყველა ხალხის რწმენა გაიზარდა, მაშინ განიხვნენ სულიწმიდის ნიჭებიც და ღმრთის მადლიც გავრცელდა. ამას საქმე მოციქულთადან შეიტყო. სადგურის მოღვაწის ხატს ატარებს თავისში ყოველი მოციქული და მასწავლებელი და მწყემსი. მათ უფალმა 2 დინარი მისცა, ანუ 2 აღთქმა, ძველი და ახალი, ვინაიდან ერთ აღთქმასაც და მეორესაც, როგორც ერთი და იმავე ღმერთის მიერ წარმოთქმულს, ერთი და იგივე მეფის გამოსახულება აქვთ თავისზე. სწორედ ეს დინარები უფალმა ამაღლდა, რაზეცად დაუტოვა მოციქულებს და შემდგომი დროის ეპისკოპოსებსა და მოძღვრებს. უთხრა, სხვა თუ რაიმე წარაგო უმეტესი მორალვიდე მიგცე შენ. მოციქულები მართლაც წარაგებდნენ თავისასაც, შრომობდნენ რა ბევრს და ყველგან ავრცელებდნენ მოძღვრებას. შემდგომი დროის მოძღვრებმაც ხსნიდნენ რა ძველ და ახალ აღთქმას, მრავალი წარაგეს თავისი. ამისთვის ისინი ჯილდოს მიიღებენ, როდესაც უფალი დაბრუნდება, ანუ მისი მეორედ მოსვლისას. მაშინ თითოეული მათგანი ეთქვის მას, უფალო. შენ მე 2 დინარი მომეცი, შევსწინე სხვა იცა 2 და ის ასე ეთქვის ასეც. კარგი, კეთილო მონაო. თავი 10, მუხლი 38, 42. 38 და იყო ვითარცა წარვიდეს ესენი და თავადი შევიდა დაბასა რომელსამე. და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისა სახელი მართა და შეიყვანა თავადის სახით ცა. 39 და იყო და მისი, რომელსა ერქვა მარიამ, რომელი დაჯდა ფერთა თანა იესოსთა და ისმენდა სიტყვათა მისთა. 40 ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლის ამსახურებისაც სცედა მიადგა და ხრქვა, უფალო არა იღუცი, რამე თუ დამანჩემან მარტო დამიტევა მე მსახურებად. არ ქუმას, რათა შემეწეოდის მე. 41 მიუგო იესო და ხრქვა მას, მართა მართა. ზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისაც, აქა ერთისა არს სამარ. 42 ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან.
დიდია სიკეთე სტუმართმოყვარეობისგანაც, როგორიც მართამ უჩვენა და არ უნდა უგულებელყოთ იგი, მაგრამ კიდევ უფრო დიდია სიკეთე, სულიერი საუბრების გულისხმის ყოფა, ვიანაიდან იმითი სხეული იკვებება, ხოლო ამით იქისული განცოცხლდება. იმისთვის კი არ ვარსებობთო, ეუბნება, მართლა რომ სხეული სხვადასხვა საჭმლით ავივსოთ, არამედ იმისთვის, რომ სულისთვის სარგო რამ მოვიმოქმედოთ. დააკვირდი კეთილგონიერებასაც უფლისა. მას არაფერი უთქვამს მართასთვის მანამ, სანამ თავად არ მისცა საყვედურის საბაბი. როდესაც იგი შეეცადა თავისი და მოსმენისთვის მოეწყვიტა, მაშინ უფალი სარგებლობს რა საბაბით საყვედურობს მას. ვინაიდან სტუმართმოყვარეობა მანამდეა საქებარი, სანამ იგი არ გვწყვეტს და არ გვაშორებს იმისაგან, რაც უფრო საჭიროა, როდესაც იგი იწყებს ჩვენს დაბრკოლებას უმნიშვნელოვანეს საკითხებში, მაშინ საკმარისია მას ღმრთაებრივ საგანთა შესახებ მოსმენა ვამჯობინოთ. ამასთან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, უფალი კიცხავს არა სტუმართმოყვარეობას, არამედ მრავალფეროვნებასა და შფოთვას, ანუ მისთვის გატაცებასა და წუხილს. რატომ ზრუნავო, ეუბნება მართა და წუხარმრავლისათვის, ანუ გაუტაცნი ხარ, შფოთაო? ჩვენ მხოლოდ იმის საჭიროება გვაქვს, რომ რამენაირად დავწყნარდეთ და არასაკვების მრავალფეროვნებისა. სხვა სიტყვები აქა ერთისა არ სახმარ გულისხმობდნენ არასაკვებს, არამედ ყურადღებას მოძღვრების მიმართ. ამრიგად ამ სიტყვებით უფალი ასწავლის მოციქულებს, რომ როდესაც ისინი შევლენ ვინმეს სახლში, არ მოითხოვონ არაფერი მდიდრული, არამედ დაკმაყოფილდნენ უბრალოთი, არ იზრუნონ რა მეტად არაფერზე, გარდა მოძღვრების მიმართ ყურადღებისა. მართლაც მართას ქვეშ იგულისხმება ქმედითი სიკეთე, მარიამის ქვეშ კი ჭვრეტა. ქმედითი სიკეთისთვის დამახასიათებელია მისით გატაცება და შფოთი, ხოლო ჭვრეტა ხდება რასაკუთარნებათა ბატონი, ვინაიდან მარიამი ქალბატონს ნიშნავს, ხოლო ღმრთაებრივ გამონათქვამთა და განგებულებათა განხილვაში ითვრთნება. მიაქცია ყურადღება სიტყვებსაც, დაჯდა ფერხთა იესუსათა და ისმენდა სიტყვათა მისთა. ფეხების ქვეშ შეგვიძლია ვიგულისხმოთ ქმედითი სიკეთე, ვინაიდან ისინი აღნიშნავენ მოქმედებასა და სიარულს. ჯდომა კი უმოძრაობის ნიშანია. ამრიგად ვინც დაჯდება იესოს ფეხებთან, ანუ ვინც დაემტკიცება ქმედით სიკეთეებში და იესოს მიერ განვლილი გზისა და ცხოვრების მიბაძვით განმტკიცდება მასში, ის ამის შემდეგ მიდის ღმრთაებრივ სიტყვათა მოსმენამდე, ანუ ჭვრეტამდე. რამდენადაც მარიამიც ჯერ დაჯდა, შემდეგ კი უსმენდა სიტყვებს. ამრიგად თუ კი შეგიძლია ადი მარიამის სიმაღლეზე ვნებებზე ბატონობის წყალობითა და ჭვრეტისადმი მისწრაფებით, თუ კი ეს შეუძლებელია შენთვის იყავი მართა, გულმოდგინება გამოიჩინე ქმედების მხრივ და ამის მეშვეობით მიიღე ქრისტე. დააკვირდი ამას, რომელი არასადა მიეღოს მისგან. რომელიც იღწვის საქმეებით, აქვს რაღაც ისეთი, რაც წაერთმევა მას, ანუ საზრუნავი და მისით გატაცება. ვინაიდან ვინც ჭვრეტას მიაღწია, თავისუფლდება გატაცებისა და შფოთისაგან და ამრიგად, მას რაღაც წაერთმევა. ხოლო ვინც ჭვრეტის მისაღწევად იღწვის, არასოდეს მოაკლდება ამ კეთილ ნაწილს, ანუ ჭვრეტას. ვინაიდან რაღაცი უნდა წარემატოს უმეტესში, როდესაც ყველაზე უმაღლესს მიაღწია, გულისხმობ ღვთის ჭვრეტას, რაც განმრთობის ტოლფასია. რადგან ვინც ღმრთის ჭვრეტის ღირსი გახდა, ის ღმერთი ხდება, რამდენადაც მსგავსი მოიცავს მსგავსს.